მოგესალმებით, Whisky Ways სერიების მორიგი გადაცემა გვაქვს. უკვე ყველაზე ძველ მოქმედ შოტლანდიურ დისტილერიაში ვიმყოფებით, სახელად Glentarret, რომელიც ედინბურგიდან 40 წუთის სავალზეა სულ რაღაც და ტიპიური კლასიკური ჰაილენდური ვისკის მწარმოებელია. Glentarret-ის ეს ისტორია ამბობენ, რომ უფრო ადრე დაიწყო რეალურად 1716 წელს დაიწყო. უბრალოდ 1763 წელს ოფიციალური დოკუმენტაცია მოიძებნება, სადაც წერია საგადასახადო შემოსავლების დოკუმენტებში, რომ Glentarret-ი რამდენიმე წელი არ ეხსის გადასახადებს, იმიტომ რომ შეჩერებული აქვს ოპერირება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალურად 1717 წელია მისი რეალური შექმნის პერიოდი. ჩვენ უშუალოდ დისტილერიის წინ ვდგევართ, აქ სამუშაო პროცესია და მიმდინარეობს სამუშაო. ჩვენ ახლა უშუალოდ დისტილერიის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომელიც ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს. ფაქტიურად კრაფტული დისტილერია Glentarret-ი, იმიტომ რომ წარმადობა და ზოგადად ყოველწლიური მაჩვენებელი დაახლოებით 340,000 ლიტრია, რა ძალიან მოგზალებულია სხვა გიგანტებთან შედარებით. ამიტომ Glentarret-ში, როგორც თვითონ ამბობენ, ფაქტიურად კრაფტულ ვისკის, ანუ handmade ვისკის აკეთებენ, რომელიც გულით და მაქსიმალური ენთუზიაზმით არის დამზადებული. გარდა მაგისა, Glentarret-ი, როგორც თქვით, 1717 წელს ვარაუდობენ, რომ დაარსდა და ამ პერიოდში, ამ დისტილერიაში არალეგალური სპირტის გამოხდა მიმდინარეობდა. მაშინ ერქვა არა Glentarret-ი, რა თქმა უნდა, ერქვა Hosh Distillery და გამომდინარე იქედან, რომ თუ შევხედავთ ორი მთა ესაზღვრება რეალურად და საკმაოდ ესეთ შენიღბულ ადგილას არის, არალეგალური დისტილერებისთვის კარგი ადგილი იყო სპირტის რაღაც მყუდროდ და ისე მოგზალებულად და დაფარულად ასამზადებლად. შესაბამისად, ედინბურგთანაც საკმაოდ სიახლოვე აკავშირებდა, რის გამოც მარტივი იყო ლოჯისტიკური ჯაჭვის აწყობაც. Glentarret-ის ისტორიაში არაერთი მფლობელი ყოფილა ამ დიდი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი კომპანიები, რომელიც ამ დისტილერიას ფლობდა, იყვნენ Edrington ჯგუფი, რომელმაც 1990 წელს შეიძინა დისტილერია. ეს შეგახსენებთ, რომ Edrington-ს ეკუთვნის Macallan-ის დისტილერიაც, ასევე Highland Park-ის და 28 წელი ფაქტიურად Glentarret-ი იყო Edrington ჯგუფის, ანუ Macallan-ის საკუთრებაში. და ძირითადად როგორც single malt ამზადებდნენ, ასევე ნახევარი წარმოებული პროდუქცია მიდიოდა ბლენდების დასამზადებლად. 2018 წელს Glentarret-ის ბრენდი უკვე აღმოჩნდა სხვა ჯგუფის ხელში, სახელად Laliq, რომელიც არის ფრანგულ-შვეიცარიული უზარმაზარი ლაქშერი შუშის მწარმოებელი და ამავე დროს ეს კორპორაცია იყო Macallan-ისთვის შუშის მიმწოდებელი. გადაწყვიტეს, რომ შეეძინათ აქტივი და გაეკეთებიათ მისგან მაღალი კლასის კრაფტული და ბუტიკური ვისკი, რაც მათ გამოუვიდათ და ამ ყველაფერს კიდე დამატებით production manager-თან და სხვა თანამშრომლებთან ერთადაც ვნახავთ. შესაბამისად, მოხდა Glentarret-ის სრული rebranding-ი, შეიცვალა ესე რომ ვთქვათ, ვიზუალი, შეიცვალა შუშა, რომელიც დეკანტერებში გადავიდა და ბრენდი ნამდვილად სუპერ პრემიალურ კატეგორიაში გადავიდა. Laliq ჯგუფმა დისტილერიასთან ერთად მოახერხა და გადმოიბირა Macallan-ის master distillery Edrington ჯგუფისგან, რომელიც 30 წელი მუშაობდა ფაქტიურად Macallan-ში ყველა პოზიციაზე. მისი სახელია Bob Dalgarno, რომელიც ასევე არაერთი პრიზის და ბევრი აღიარების პატრონია და დღეს იღწვის უკვე Glentarret-ის ვისკების მაღალ პროფილზე. Glentarret-ი მუშაობს ძირითადად ქშერის კასრებზე, რასაც აუცილებლად ვნახავთ ამ დეტალებს ყველაფერს უკვე უშუალოდ დისტილერიაში გავეცნობთ. დისტილერიაში გვერდსვერაუვლით კატის ქანდაკებას, რომელიც Glentarret-ის სიმბოლოა,
სახელად თაუზერ. გამოკვეთილი პრობლემაა შოტლანდიური ვისკის წარმოებლებში. თაგვების სიმრავლე, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ქერი ინახება. ამ კატამ სახელი იმით გაითქვა, რომ 24 წლის მსახურების განმავლობაში 28899 თაგვი დაიჭირა. ფრანგული ბიზნესის შემოსვლა შეუძლებელი იყო გასტრონომიული ელემენტის გარეშე, შესაბამისად პირველად შოტლანდიური დისტილერიების ისტორიაში გლენტარეტის ტერიტორიაზე გაიხსნა მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანი, რომელიც ჯგუფის სახელს ატარებს, ანუ ლალიკ ესე ქვია ამ რესტორანს. So we are going into an area well, it's now up in the hopper, so we're going to drop it down there with the water from a tanks above here. So very similar to most distilleries, first water will be at 64.5 degrees. This is perfect gelatinization. Alcohol. So before this you're extracting the sugar, and after this you're refining what you've already got. So already when we're taking samples out of here, we know how much alcohol. Same time we're filling this, we'll discharge the waste from the last distillation through it. Very, very different. You don't tend not to do that. Probably where you're going with it, heads, because what you've got in heads, like. $6,000 კასტრია. მოგესალმებით, ეხლა კიდევ ერთხელ, როგორც იცით, გლენტარეტის დისტილერიაში ვართ და ჩვენთან არის დისტილერიის მენეჯერი ბატონი იანი, ვინც რეალურად მართავს ყველა პროცესს და 29 წლის სტაჟი აქვს ამ დისტილერიაში მუშაობის. მათ შორის მაშინაც, როცა ედრინგტონ ჯგუფს ეკუთვნოდა და ეხლა უკვე ლალიქის პატრონაჟის ქვეშ უფრო როგორც თვითონ ამბობს, მეტი შანსი მიეცა იმისთვის, რომ გააკეთოს ნამდვილად მაღალი კლასის ვისკი და ხარისხი დაუპირისპიროს რაოდენობას, ანუ რა ჩვენ იდეაში გვიყვარს. Hello, Jan. Thank you very much. Yeah, welcome to Scotland, and we really appreciate everything you do for us. Welcome to Glenturret. So just a little bit about Glenturret. We date right back to 1763. We've been here for a very, very long time. Our passion is making whiskey, and we like to make it a traditional way as well. We really like the idea of it being very touchy-feely, very hands-on. The people actually making the whiskey having an input in how it's actually made and how it turns out at the end of the day. So with that in mind, we only make a few 100,000 litres a year. And how much to be? The maximum we will ever make is 500,000 litres, but we're really 500,000. Yes, exactly. But we're really only producing about 350,000 litres at the moment, which for a distillery in Scotland, a big distillery could make that in a few weeks. It takes us a year to make that, but it's definitely quality over quantity is what we're looking for. It's a good decision. It's what makes it enjoyable. So what do you think as a distillery manager? What is the main thing which have Glenturret and don't have any other distilleries? What's your focus on and why your spirits are so good? It's a really good question, and I think it's that attention to detail. I mean, we have very good relationships with suppliers for casks, but also for barley, so we make sure we get the best possible products we have. The water is absolutely amazing round about here as well. It's very, very soft. It rains all the time, which is terrible for us, but very good for maturing whiskey. And as we're putting the barley through the distillery, we've got a fantastic Portia smell, which is over 100 years old, which grinds the grist down to exactly how we want it. Our production facility has been upgraded over the last few years as well, but always with this sustainability and quality in mind, just preparing for the future. So as we put it through our mash tun, through into long fermentation,
slow distillation and into really good casks. All the blend of that and the expertise of the people doing it is what makes it just that attention to detail at every point of focus. And the site itself is absolutely stunning. We now have a 2-star Michelin restaurant on site as well, which just highlights everything we're trying to do here. Great, and as I understand, according to your core range whiskies, most focus on sherry casks, right? So you used to finish or mature in a sherry cask mostly? Yeah, pretty much, yeah, we do. We do a little bit of bourbon as well. We also like to experiment, so we've got some wine casks. We've even got a few rum casks. We always like to have maybe about 10% every year that we experiment with different types of casks, maybe different types of processes through the distillery as well. So we've got lots of options for the future. But yes, you're right. So the bases are we get European wood and American wood, but mainly seasoned in sherry. So we're trying to fill about 65% first fill sherry, and then the rest will be a combination of refill casks at Whiskey and before, second fill sherry, for example. So we've got a very good cask profile. Great. And the last question about the plans on 2025. As I understand, you are gonna make some changes on core range as well, and what you expect to do. Yes, we're always looking at the future, as we discussed before, and one of the things we talked about earlier was the peated range. Because we have got such a limited output on the distillery, we can produce all the unpeated we can, and we can sell all that. So there's not really room for peated going forward, but rest assured we've got lots of peated stock in our warehouses, so it's a long time before we'll run out of peated stock. So yeah, yes, but it's a right decision to focus on non-peated. Yeah, definitely. For me, it's 100% the right decision. It's what we're really good at. I mean, I like to think we're good at making peated spirit as well, but we can't. We've just not got the facility to make both and keep the quality that we're actually doing. So as we grow in production a little bit, we're going to concentrate on the unpeated, our core range. Okay, thank you very much. Thank you once again for your tour, for this information. I think it will be very useful for Georgian whiskey lovers. Okay, thank you I'll once look again. forward to visiting one day.